მადლი და მშვიდობა ძვირფასებოდა სრულიად საქართველო. გილოცავთ წმინდა მთავარანგელოზთა კრების და გიორგობის დღეს ერთად. დაალოცული და გახარებული ყოფილიყოს თქვენი ოჯახები და სრულიად საქართველო. მადლობა უღრმესი კიდევ და კიდევ თქვენი გამოხმაურების, შეფასების, კეთილი სიტყვის და ამა თუ იმ ფორმით კომენტარებისთვის. გამოხატული პატივისცემის და სიყვარულისთვის, როგორც ჩემი გადაცემის, ასევე ტელეკომპანია პლუსის მიმართ. ძალიან მოხარული ვარ, რომ მივიღე გამოხმაურება ახალდასაწყისზე, აქ ვგულისხმობ აპოლოგიაზე, არისტიდის აპოლოგიაზე, რომელიც წარმოადგინა იმპერატორ ადრიანეს წინაშე ბერძენმა ფილოსოფოსმა და შემდეგ სხვათა შორის წმინდა მოწამედად შეირაცხა არისტიდმა. და თქვენის ნებართვით მე ვაგრძელებ იმ საკითხავს. ჩვენთვის ცნობილია, ჰოი მეფეო, რამე თუ ამ სამყაროში ადამიანები 4 ნაწილად იყოფიან. ბარბაროსები, ელინები, იუდეველები და ქრისტიანები. ბარბაროსები თავის წარმოშობას ღებულობენ ბელას, ქრონოსის, რეის და სხვა ღმერთებისაგან. ბერძნები იმ ელენესგან არიან, რომელიც მათივე თქმულებიდან ზევსის მოდგმისაა. ელენესგან ნაშობნი არიან ეოლი და ქსუფი, დანარჩენი ელა და ინახის და თერონიუსის, ხოლო საბოლოოდ ეგვიპტელ დანაისა, კადმა სიდონელისა და დიონისე თებელის რელიგიას მიეკუთვნება. იუდეველები თავის წარმოშობას აბრაამის, ისააკისა და იაკობის, მის იმ 12 ძეთაგან ღებულობენ, რომელნიც სირიიდან ეგვიპტეში გადასახლდნენ და იქ მათ რჯულმდებლისგან ჯერ ებრაელები, ხოლო მოგვიანებით იუდეველები ეწოდათ. ქრისტიანები კი თავიანთ რელიგიის დასაბამს უფალ იესო ქრისტესაგან ღებულობენ. სულიწმინდით ზეცით გარდამოსული და ებრაელ ქალწულისაგან შობილი ძე ღვთისა გაანკაცდა, რომლის შესახებაც მეფეო შეგიძლია შეიცნო ჩვენგან სახარებად წოდებული წიგნის წერილებიდან. ამგვარად იესო წარმომდგარია ებრაელი ერისაგან. მას ყავდა 12 მოწაფე და აღასრულა რა თავისი საკვირველი განგებულება იუდეველების მიერ ჯვარცმული იქნა. 3 დღის შემდეგ აღსდგა და ამაღლდა ზეცად. 12 მოწაფე კი მისი განიბნინენ მთელ მსოფლიოში და მის დიდებულებას დიდი წარმატებით და ღირსებით ასწავლიდნენ, ხოლო მათი ქადაგების მსმენელთ ეწოდებათ ჩვენ ყველასთვის კარგად ნაცნობი სახელი ქრისტიანები. აი, ჩემო ძვირფასებო, ასე საინტერესოდ თანდათან მიყავს მოწამე არისტიდს იმპერატორი ადრიანე ჭეშმარიტების შეცნობისკენ და ბუნებრივია მეც ისევ ხელახლა თქვენთან ერთად მის კვალდაკვალ მივდივარ. და ალბათ მივალთ იმ ჭეშმარიტებამდე, რომელიც დაუსაბამოა, რომელიც მარადიულია და რომელიც უეჭველია. როგორც დაკვირდით წინა გადაცემაზე, ჩვენ დაავასრულეთ მესამე სახარება ქრისტეშობის მსახურებიდან და დღეიდან ვიწყებთ მეოთხე სახარების კითხვას. უпростоრად განმარტების კითხვას. კიდევ და კიდევ შეგახსენებთ, რომ განმარტების ავტორი გახლავთ წმინდა ნიკოლოზ სერბი-ველიმიროვიჩი. ჩემი აქ მხოლოდ არის თარგმანი. მაშასე
სახარება მათესი, დასაწყისი მეოთხე, თავი მეორე, მუხლებიდან 13, 23-ის ჩათვლით. სახარება ეგვიპტურ სიბნელეში ნათლის შესახებ. აი, ამ სახარების განმარტებით, ჩემო ძვირფასებო, ამოვწურავთ ქრისტეშობის მსახურებაზე წაკითხულ ყველა სახარების თითოეული სიტყვის მნიშვნელობას. აჰა უფალი ზის ღრუბელსა ზედა სუბუქსა და მოვალს ეგვიპტეთ და შეიძრნეთ ხელით ქნული ეგვიპტისანი პირისაგან მისისა. ასე აღგვიწერს დიდებული ესაია დღევანდელ სახარებისეულ საკითხებში აღწერილ მოვლენებს. აქ ნაგულისხმევია უფალი ჩვენი იესო ქრისტეს გაქცევა ჰეროდეს מחვილისგან. მეუფის ლტოლვა საკუთარ მონათაგან, უბიწოების და უბრალოებისა, უზნეობისა და ხრწმილებისაგან და ძლიერისა უძლურთაგან. ვინ უნდა ვიგულისხმოთ იმ სუბუქ ღრუბლის ქვეშ, რომელზე დავანებული უფალიც მოდის ეგვიპტეში? ღმრთის დედა. ის იყო სუბუქი, მასში ცოდვების, წყევლის არარსებობით, უხვად მიმადლებულ საღვთომადლის სიუხვის მიზეზით, უბრალოების შვენიერებით. ხორცით შემოსილი თითქოს და უხორცო. ღრუბელი, მაგრამ სუბუქი ღრუბელი. ოდესღაც ღრუბელში ცეცხლოვან სვეტის სახით უძღოდა ღმერთი ისრაელელებს, როცა ეგვიპტიდან გამოჰყავდა. ახლა კი, აჰა, სულ მცირე ღრუბლით მობრძანდება ისევ ეგვიპტეში, ოღონდ ამჯერად იგივე ისრაელთა מחვილს გაურბის. ბუნებრივია იბადება კითხვა, რატომ გაურბის ცხოვრების მომცემელი მოკვდავ ადამიანს? თუ ამ საკითხის გადაწყვეტა უფრო იოლად, სწრაფად და მარტივად არ შეიძლებოდა? თუ სიცოცხლისა და სიკვდილის მეუფისათვის ძნელი იქნებოდა ბრჭყალებში, რომ ეგვიპტეში ჰეროდესგან გასაქცევად იოსებისთვის ბრძანების ნაცვლად ანგელოზისთვის ებრძანებინა იმავე ჰეროდესგან სულის ამოხდა? შეეძლო ყოვლის შემძლე ღმერთს ესეც, მაგრამ ამით რას მიაღწევდა? ბუნებრივია, რომ უმეტესად ჩვენ ადამიანურ გონებას დააკმაყოფილებდა მხოლოდ ზედაპირულად, მაგრამ ჩვენი გამოხსნის გეგმას როგორღა გავეცნობოდით? მრავალრიცხოვან ცოდვების მიზეზით გაუკუღმართებული ადამიანური ბუნების საშინელებანი როგორღა განგვეცხადებოდა? თუკი იმ ღამესვე შეუშლიდა მის ბოროტ ზრახვებს ხელს და მოკლავდა ჰეროდეს, ადამის მოდგმის ხსნის აუცილებლობიდან გამომდინარე ღვთაებრივ განგებულების გეგმას როგორღა შევიტყობდით? რა დავიცით, რომ ჰეროდე მაინც დასაჯა უსაშინელესი სიკვდილით, ვიდრე თავის უბილწეს სულსგან უტევებდა ის ძე წარსაწმედელისა, ბრმათა შორის უბრმესსაც, როგორ განეცხადებოდა ჭეშმარიტ ღვთის, როგორც ერთადერთ წინამძღოლისაგან განდგომილ კაცობრიობის ცოდვათა ორმოში დანთქმა, თუ კი თავად ღმერთი არ გაიქცეოდა მათგან. როგორც კი შორეულ ქვეყნებიდან მოსული თაყვანის მცემლები, აღმოსავლელი მოგვები წავიდნენ ბეთლემიდან, აჰა, ანგელოზი უფლისა სიზმარში ეჩვენა იოსებს და ეუბნება. ადექი, მოკიდე ხელი ყრმასა მაგას და დედასა მისსა და გაიქეცი ეგვიპტეში და იქ იყავი მანამ, სანამ არ გეტყვიმე რამე თუ ჰეროდე ეძიებს მას მოსაკლავად. ღვთის ანგელოზები მარადის მღვიძარებენ და ღვთაებრივ ყმის გვერდით მსახურობენ, რათა დაიცვან ყოვლისაგან ბოროტისა. დასაბამიდანვე მის მარადი ულუკვდავ სასუფეველში მომსახურენი მოკვდავ, წარმავალ სოფელშიც ემსახურებიან ახლა. ისინი უსაზღვროდ გაკვირვებულები არიან იმით, რომ
უკვდავმა მეუფემ გადაწყვიტა 1000 გვარ საფრთხეს დაქვემდებარებულ მოკვდავის ხორცით შემოსვა, რომ მეუფემ მონის ხატება შეიმოსა. გაიხსენეთ, ძვირფასებო, პავლე მოციქულის ფილიპელთა მიმართ მიწერილ ეპისტოლის მეორე თავის მე-7 მუხლში იგივეს გვეუბნება. აი ანგელოზებიც ჩამოდიან და ადამიანების სიახლოვეს ცხოვრობენ, მაგრამ უხილავნი არიან და ჩვენი აზრით უხორცონი. ადამიანებზე მეტად ჩვენს ირგვლივ არსებულ ურიცხვა ანგელოზთა შეგრცხვეს და ყოველგვარ სამარცხვინო საქმეებს გაერიდე. ასე გვარიგებს წმინდა ნილოს სინაელი სათნომოყვარების ტომის ერთ-ერთ წიგნში. და მაშინ როცა ისინი ადამიანებს ხორციელი სახით ევლინებიან, მათი გამოცხადება ძალიან ხანმოკლე, ფაქტიურად მყისიერია და მათი სხეულიც არ გავს ჩვეულებრივს ჩვენ სხეულს, რომლის დაჭრა ან მოკვდინებაა შესაძლებელი არადა ამ დროს ქრისტე ჩვენი მსგავსი ხორცით იშვა, რომლის დასახიჩრებაც და მოკვდინებაც შეიძლება. სწორედ ამიტომ ილტვის იგი מחვილისაგან, შენ რომ დარწმუნდა იმაში, რომ ის ნამდვილი ადამიანის და არა როგორც ზოგიერთი მწვალებელი ფიქრობდა, თუმდა მოჩვენების სახით მოვიდა. აქედან აიხსნება ურიცხვი ანგელოზის გამოჩენაც და მათი დაუძინებელი სიფხიზლე და მღვიძარება ამ სუსტი უმწეო ყრმის დასაცავად. სურს ჰეროდეს რათა მოიძიოს და მოკლას ყრმა ეგე. ანგელოზი საუბრობს მომავალ დროში. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ჰეროდეს ცოცხალ ყრმის საწინააღმდეგოდ ჯერ არ მიუღია რეალურად ზომები, მაგრამ გულში უკვე მისი არსებობით შეშინებული მარად ერთსა და იმავეს იზრახავს, თუ როგორ მოაკვდინოს ის. დედამიწის ზურგზე ძეხორციელმა არ იცის მისი ბოროტი და მზაკრული ჩანაფიქრი, მაგრამ ღმრთისათვის სურვილის და მიხედვით ნებისმიერი ადამიანის ზრახვები იმ გადაშლილი წიგნივით არის წარდგენილი, სადაც მკაფიოდ და სულ მარტივად ამოიკითხება ყველაფერი. ხოლოდ ერთმა ღმერთმა იცის, რასაც ჰეროდე იზრახავს იესოსთვის, მხოლოდ მას ძალუც ჰეროდეს ბოროტმოქმედ გონებაში ჩაკეტილი საიდუმლოს ხილვა და ცოდნა და სწორედ ამიტომ განუცხადებს ამ ამბავს იოსებს თავისი ანგელოზის მეშვეობით. და თუ რა მოხდა ამის შემდეგ, ჩემო ძვირფასებო, ამას შევიტყობთ შემდეგი გადაცემის დროს. დაგლოცოთ ყოვლა წმინდა დედა ღვთისმშობელმა, რომლის ცხოვრების კითხვასაც ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ, შევახსენებთ ღირსი მამა მაქსიმე აღბსარებელის მონათხრობის მიხედვით. ამავე საწინასწარმეტყველო მინიშნებით სვიმეონი ამასაც ეუბნება მარიამს, შენთვის უწყებული გაბრიელ მთავარ ანგელოზის ხარების და ქრისტეს გამოუთქმელი შობის შემდგომ აღსრულდება ყველა ეს შემაძრწუნებელი საქმე და სიტყვა. სწორედ ამ და სხვა დიდებულ სასწაულთა ხილვის შემდეგ გაივლისო מחვილივით წუხილი შენს სულში. წუხილს იმიტომ ვამბობ, რომ შენმა ძემ და სახიერმა უფალმა ყველა ცოდვილის გამო სასყიდად უნდა იგემოს სიკვდილი და თავისი სისხლით გაამართლოს ისინი ღვთის წინაშე. სულით კი იმას მიგანიშნებ, რომ ყოველივე ეს შენ უკვე კარგად უწყისული წმინდისაგან, რაც შეეხება מחვილს, იგი იმ შემაძრწუნებელ ყვედრებას, ცილის წამებასა და განკითხვას მოასწავებს, რომელიც ჯვარცმულ უფალს დაატეხეს თავს. მის მოწაფეებსაც ერგოთ და
შენ სუბიწო გულსაც ელვასავით შეეხო. იცოდე, განაგრძობს ნეტარი მოხუცის ვიმეონი, ამგვარი განსაცდელის ჟამს ყველას გააძლიერებს ამ უფლისმიერი წინასწარმეტყველების გახსენება. ნუ გესცემს მათ და გულში ჩასახულ რწმენასაც განუმტკიცებს. იმავე საწინასწარმეტყველო სიტყვით მრავალთათვის გაცხადდება ქრისტეს ვნებისა და ჯვარცმის საიდუმლო, რომელიც ჩვენი გადარჩენისა და ცხოვნებისათვის აღსრულდა, მაგრამ ის გულის თქმაც გამჟღავნდება, რომელიც ზოგის გულსა და გონებაში ქრისტესადმი სიყვარულსა და რწმენას აღმოაცენებს, ზოგისაში კი მის მიმართ შურსა და სიძულვილს. მართლაც ხომ დასცინოდნენ აშკარად და უხაროდად კიდეც მისი ჯვარცმა, მათგან ზოგი იმთავითვების სიმტერი იყო, ზოგიც მასთან ორგულობით, ვერაგულად მეგობრობდა და დრომ გამოააშკარავა მათი ნამდვილი გულის თქმა, მაგრამ იყვნენ სხვები. გულწრფელად რომ წუხდნენ და გლოვობდნენ და მის გვერდით ჯვარცმული ავაზაკის მსგავსად ღმერთად აღიარებდნენ მას. ის რწმენა შერყეულნიც იყვნენ, რომლებიც უფლის აღდგომით გამტკიცდნენ. ირწმუნეს იგი და ქრისტეს მადლით მოიქცნენ და მოინათლნენ. ტაძარში ნეტარის ვიმეონის მიერ ყრმა იესოს მირქმის, საწინასწარმეტყველო სიტყვის და ანასქების შემდგომ ჩვენ სათქმელს მივუბრუნდეთ. და თუ რა სათქმელი იყო, ეს შემდეგ გადაცემაში შევიტყობთ, ჩემო ძვირფასებო. ოლა წმინდა ღვთისმშობლის მერე აუცილებლად უბრუნდებით ჩვენს ანგელოზებს. ზეციური ანგელოზები ღვთის ქმნილებებს მადლიერების ნიშნად ეთაყვანებიან. რა მიზანი აქვს მოწყალებას? მისი მიზანია გაჭირვებულთა დახმარება, უძლურთა მიხედვა, მკვდართა გაცოცხლება, ანუ იმ ცოდვილთა აღდგინება, რომელთაც მოინანიეს თავიანთი შეწოდებანი. ზეცაში არ არიან გაჭირვებულები, იქ ყველაფერი უხვადაა. არ არიან უძლურები, მწუხარელი, იქ უსასრულო ნეტარების სამყოფელია დედამიწა კი სავსეა სხვადასხვა უბედურებით. ეს არის ჭმუნვის და ტირილის ქვეყანა, მწუხარების სამშობლო. ჩვენ ყველანი ტუსაღები ვართ, რომელთაც მონახულება სჭირდებათ. ბრმანი, რომელთაც უნდა უხემძღვანელო, გზაბნეულნი, რომელთაც გზის გაკვლევას წადიათ, სნეულნი, რომელთაც უნდა უწამლო. რა უხვი მოსავალია სიყვარულით ანთებული ნეტარის სულებისათვის? ისინი ღმთიური ნიჭებით აღჭურვილნი, რაოდენის სწრაფვით და სიხარულით ჩამოდიან ზეციდან, რათა უბედური ადამიანი მადლმოსილი პურით გამოკვებონ, ზეციურ სიამოვნებათა წყაროს რამოდენიმე წვეთი მიამკვირონ, ცოდვის ჯაჭვი გაწყვიტონ და ღვთის სახლში მიიყვანონ. მათთვის უდიდესი სიამოვნების მომგვრელია იმ ცოდვილთა სულების ხსნა, რომლებიც იესო ქრისტემ საკუთარი სისხლის ფასად გამოისყიდა და მისი დიდებისა და ნეტარების სამუდამოდ თანაზიარი გახდა. ისინი არსით უფლის ანგელოზები არიან. ღმერთი მათ ჩვენთან აგზავნის. მაგრამ ისინი ჩვენი ანგელოზებიც არიან, რადგან ჩვენ შეგვიძლია მათი გაგზავნა უფალთან. ისინი ლოცვას და კეთილსაქმეებს ელიან ჩვენგან, რათა ღმერთს წარუდგინონ. ასე გვეუბნება წმინდა წერილი და ამის შესახებ გვატყობინებს იესო ქრისტე. ამინ. ამინ გეტყვით თქვენ, იხილნეთსანი განხმულნი და ანგელოზნი ღვთისანი აღმავალნი და გარდამავალნი ძესასა და კაცისასა. ისინი ადამიანებს მადლის მისაცემად ევლინებიან, ღმრთისათვის კი ჩვენი მადლიერება და ლოცვა მიაქვთ. შესაძლოა ყვავდეს უფრო ძლიერი და გულმოდგინე შუამავლები, ერთგული დამცველები, გულმოწყალე და გულშემატკივარი მეგობრები? ვინ უნდა გვიყვარდეს თუ არა ეს კეთილშობილი სულები?
ვის უნდა ვენდოთ თუ არა მათ რჩევებსა და მფარველობას. ისინი გვავსებენ წმინდა აზრებით, ნუგეშით, იმედით, რწმენისა და წმინდა ჭეშმარიტებათა საუნჯით. ყველა განძზე ძვირფასია ჭეშმარიტი მეგობარი. რომელ მეგობარს შეიძლება შევადაროთ მფარველი ანგელოზი? ვინ შეიძლება იყოს მასზე უფრო ღირსეული, ნაზი სიყვარულით ახსავსე, უხვი, სიკეთის მრქვეველი, ურთიერთობაში მეგობრული, ბრძენი მრჩეველი, დაპირების საიმედო აღმასრულებელი და გაჭირვებისას გულუხვი. ყოველივე ზემოთქმული ავალდებულებს ქრისტიანს, მოწიწებით ცეს პატივი მფარველ ანგელოზს და ილოცოს მის მიმართ. ჩვენ უნდა ვეთაყვანებოდეთ მას როგორც ღვთის შიკრიკს. იგი წმინდაა და კეთილმოწყალე. მფარველ ანგელოზს სამმაგი მსხვერპლი უნდა მივართვათ. თაყვანის ცემა, მოკრძალება და გულით ნდობა. თაყვანი უნდა ვცეთ, რადგან ის ყოველთვის ჩვენთანაა. ვეკრძალვოთ მადლმოსილი სიყვარულის გამო ჩვენს მიმართ, ვენდოთ დაუღალავი სიფხიზლის გამო. ვის არ ესმის ეს ჭეშმარიტება? ვის შეუძლია თქვას, რომ ანგელოზთან ერთად სიცოცხლის გატარება და მისდამი ულოცველობა მხოლოდ გარყვნილი გულის უმადურობაა და არა დაცემული ადამიანის სამწუხარო მდგომარეობა? ასეთია ადამიანთა უმეტესობის ცხოვრება და უნდა გვიკვირდეს ეს. თუ კი თავად უფალს ივიწყებენ, იფიქრებენ მისი ანგელოზების შესახებ, მაგრამ კეთილმორწმუნე ქრისტიანებს კარგად ესმით თავიანთი მოვალეობები. ისინი გულითადად ლოცულობენ მფარველი ანგელოზების მიმართ და ყოველდღიურად შუამდგომლობას თხოვენ მათ. თქვენ მოგმართავთ, კეთილმორწმუნე სულებო, როცა ამ სიტყვებს მფარველ ანგელოზთან ერთად წაიკითხავთ. არ ეძებოთ მასში მეცნიერება და მჭერმეტყველება. წარმოიდგინეთ, რომ ზეციური მეგობრის ხმა გესმით, რწმენით დაემორჩილეთ და ილოცეთ მის მიმართ. ამ სიტყვებიდან გამომდინარე, ჩემო ძვირფასებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ მთავარ ანგელოზობას და ზოგადად ყველას ანგელოზის დღეს და გამცნობთ ერთ სასიხარულო ამბავს. ჩვენ აქამდე ვკითხულობდით მხოლოდ შესავალს აი ამ წიგნის და ზეციური მეგობრის ხმას გავეცნობით თვის ყოველი დღისთვის უკვე შემდგომი გადაცემიდან. კვლავ ურთულესიდან უმარტივესამდე. ძალიან მახარებს ძვირფასებო ამ წიგნის ასეთი შეფასება თქვენი მხრიდან და კეთილი ყურადღება. ვაგრძელებ კვლავ აქ გამოთქმული აზრების კითხვას. ზოგადად აგიხსნით, როგორ იწერებოდა ეს წიგნი. რომელიღაც ბიბლიურ ფრაზას წავაწყდებოდი და მასთან დაკავშირებით, რაც იწერებოდა. განსჯა თქვენთვის მომინდვია. აი მაგალითად, ბაბილონი დიდი მოხსენიებული იქნა წინაშე ღვთისა. რამდენადაც ეს ქალაქი იქნა მოხსენიებული, ასევე მეც მომიხსენიებს უფალი. მაგრამ როგორ? საფიქრალი საკმაოდ ბევრია. თუ სიყვარული არის ჩემში, ღმერთს აქვე შევიგრძნობ და მომიხსენებს ისიც კეთილად. მაგრამ აი რომ სიყვარულს დიდი გამოცდა ელის. მაგრამ უნდა ვძლიო და გავიმარჯვო, რის ფასადაც არ უნდა დამიჯდეს. აი ამის დასადასტურებლად აქ მოვიყვანე ძვირფასებო იოსებ ნონეშვილის მიერ გამოთქმული ჩემთვის ძალიან ძვირფასი ორი სტრიქონი. ეცადნენ და ვერ გამხადეს ბოროტი, ეცადნენ და ვერ გამხადეს ფლიდი.
შემდეგი წიგნი წმინდათა საგალობელი. კვიდრნი ხართ წმინდა ედემის, მენელ საცხებლე დედები, თქვენი ლოცვით და ვედრებით წამს რომ ერთმანეთს შევხვდებით. სიყვარულის ღვთით ხართ ყველა უსასყიდლოდ მოვალენი, ღვთისმშობელი გმოძღვრავს დედა და გლოცავენ მოწამენი. ეს დაიწერა ძვირფასებო, როდესაც იყო ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის და პარალელურად გარეჯელ მოწამეთა ხსენების დღე. ის 6000 მოწამე, რომელიც ამოხოცეს მაჰმადიანებმა. და აი გიორგობის მისალოცი. ხილულ უხილავ მტერსცა ლახვარი, ვიცით ლეგენდა მისი გმირობის, ორსავ სოფელში ჩვენთვის მზად არის, დაგვიცვას ერი წმინდა გიორგი. გარს გვახვევია ურიცხვი მტერი, ცოდვებიც მრავლად და ამათ ვინ მოთვლის. დაგლოცოს ღმერთმა ქართველი ერი, ცრებლით და ლოცვით წმინდა გიორგის. მხნედ იყავ შიშნუ გექმნებისთ, სიკვდილისა და სოფლისა, ვიდრეღა გვივის მძევლები, იახსარი და ლომისა. პირველ ცოდვით კვდარი სული, ხან ეცემა, ხან მაღლდება და ქმნილების სიყვარულით გლოცავს ქრისტეს ამაღლება. მიხვდით ჩემო ძვირფასებო, რომ წინა სტროფები ყველა წმინდა გიორგის ეკუთვნოდა, ეს კი ქრისტეს ამაღლებას. შემდეგი წიგნი იესო. მშობელი ჩვენი მაცხოვარისა, შვილებსა თვისსა ფრთებ ქვეშ იკრებსო, მისი ლოცვებით, ცრემლით, ვედრებით გვაკურთხენ წელსა ამას იესო. რომელი ჩემთან გიებდეს ბნელსა არ ღარავლიდესო, ტკბილის ხმით ესრეთ გვეტყოდა ძე შენი ქრისტე იესო. მშობლისა შენის სპეტაკ ხატებას სულთა მორწმუნეთ მრავლად მიფენსო, რჩეული ყოვლა წმინდის დედისა და შენი ტკბილო ქრისტე იესო. და როგორც ყოველთვის ჩემო ძვირფასებო, გადაცემას დავასრულებთ ამბავი კეთილით, ანუ ლექსათქმული სახარებით. ღმერთმა ყველა შექმნა წმინდა, როგორც ხორცით, ისე სულით. დღესაც გვიმზერს თვალით ციდან ვინმეს გვიძგერს მისთვის გული? გვიძგერს მცირედ. არა ისევით გვასწავლის ზნედა რჯული, ვეტრფით ხორცისა სიწმინდეს არ გვაღელვებს მასში სული. რომლისთვისაც შემოქმედი დღეს არ ჯვარსა ზედაც სმული, არც ოქროთი, არც სავერცხლით, სისხლით მისით ვართ სყიდული. და რომ მოგთხოვს პასუხს მამა, რად მომიკალთ ძე, რას ერჩდით, ვერას ვიტყვით გვაქვსა დამღა კაენის და ბრძოლის ღმერთის. გაიგეს რა, მოსრულ არსა ქმნილებასთან შემოქმედი, სნეულები ვისაც ყავდათ დაუგებდნენ მასა ფერხთით, გარნა მისთა მოწაფეთა ხედვენ რჯულის მტკიცედ მცველნი, არიცვენ წეს მოსაგრეთა, ჭამენ ხელ დაუბანელნი. მიახლენ მაცხოვარსა, გულარძნილნი საჩივარით, სახეაქვდათ ვითმგლოვარსა სატირალში სამზიმარით. ნათქვა ქრისტემ,
ესაია ოდე სიტყვის მართალ არსა, ბაგით ხალხი პატივსამცემს გული მათი კი შორს არსა. ასწავებდა და ეტყოდა, დაამერწმუნეთ ჩემნო შვილნო, რომ ამაში ვერას ვხედავ სამარცხვინო სათაკილოს, რომ სულია უმთავრესი, ხორცი მიწის არ საკბილო, ეს გადარჩეს თუ არ ზღირსი, მან სამარეს მიაცილოს. ამისათვის ნუეძიებთ სარგოს ხორცის გარეგანსა, ზებნეთ სულისა სიწმინდე, აც გაუწყებთ მე მთავარსა, და შეიგრძნეს სიხარული მოწაფეთა გულთა დიდი, არ მოგშლოდეთ სიყვარული გლოცავთ წმინდა შუშანიკი. უმთავრესი საძიებით აც შევიტკბოთ ყველა მრჯული, სული უფლისა დიდებით მარადგიებს სიხარულში. დაგლოცოთ და გაგახაროთ ღმერთმა ლოცვის მადლით დღისა, მოსე შავის, იობის და გეწეოდეთ დედა ღვთისა. გმადლობ, გლოცავ და მიყვარხარ საქართველო.